მოგესალმებით ყველას. კიდევ ერთი სასარგებლო ვიდეო, იმედი მაქვს ყველას და გაინტერესებთ. იმიტომ რომ ვინც ხართ ამერიკაში, ეს ინფორმაცია გჭირდებათ. ვიდეო შეეხება დღეს ჩემთან ერთად ჩემი დისთვის მანქანის ასარჩევად ვიყავი, იმხელა იმდენი კითხვა გამოიწვია, ეს ჭირდებოდა დახმარება, რომ გადავწყვიტე ეს ვიდეო თქვენთვის ჩამეწერა და ამეხსნა. რა უნდა ვიცოდეთ, სანამ მივართ დილერთან, ლიზინგის შემთხვევაში ან ყიდვის შემთხვევაში. როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენი ცოდნა, რა ინფორმაცია შეიძლება გქონდეს და როგორ დაგვეხმარება ეს ზოგადად სწორი შენაძენის გაკეთებაში. მოდით გადავიდეთ საქმეზე, ვისაც გაინტერესებთ, აუცილებლად მოусმინეთ ბოლომდე, იმიტომ რომ ყველასთვის შევეცდები გავცე შესაბამის კითხვებს პასუხი. პირველ რიგში მთავარია, როდესაც მივდივართ, ჩვენ ყოველთვის გვაინტერესებს, როდესაც მანქანის ყიდვა გვინდა, რა თქმა უნდა, ხა შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემი ოცნების მანქანაა, რაც არ უნდა დამიჯდეს. მე მანქანაში გადავიხდი, ავტომატურად თქვენთვისაც არის ეს ვიდეო, იმიტომ რომ ნახავთ თუნდაც ბოლოს როგორ ივაჭროთ დილერთან, იმიტომ რომ ალბათ ვისაც გქონიათ შეხება სადილეროებთან, არ აქვს მნიშვნელობა, მაინც ბოლოს გქონიათ რაღაც ისეთი შეგრძნება, რომ კი, რა თქმა უნდა, დილერი ისე გააკეთებს ყველაფერს, რომ ბოლოს გეგონებათ, რომ ფასი ყველაფერზე დაგიკლეს, მაგრამ ეს რეალობა არ იქნება და მაინც გექნებათ რაღაც შეგრძნება თვეების და წლების შემდგომ, რომ რაღაცაში რაღაც კონკრეტულ წერტილზე მაინც მოგატყუოთ. შესაბამისად, რა უნდა იცოდეთ, როგორ უნდა დაიწყოთ დაგეგმარება, როგორ უნდა მოიფიქროთ, მოიმზადოთ იმისთვის, რომ წახვიდეთ დილერთან. მოდით, ავიღოთ ერთ-ერთი ჩვეულებრივი მაგალითი, მაგალითად, როდესაც გინდათ აბსოლუტურად ახალი მანქანა გამოიყვანოთ დილერისგან. მაგალითად, ამ შემთხვევაში Ford-ის, ანუ წავიდეთ Ford-ის დილერთან, ან Honda-ს და წავიდეთ Honda-ს დილერთან, იმისთვის, რომ შევიძინოთ Honda-ს მანქანა. დაგეგმარება ზოგადად ცოტათი შორმაძოს მოითხოვს უფრო. პირველ რიგში, რაც უნდა გააკეთოთ, ძალიან მარტივია. შეგიძლიათ აბსოლუტურად შეხვიდეთ Google-ში, უბრალოდ Google search-ში ჩაწეროთ თქვენი zip კოდი და მიუთითოთ მაგალითად single person, ანუ ერთი კაცის შემოსავალი zip კოდის მიხედვით, მაგალითად single person income 2024 და მიუთითოთ zip კოდი. როდესაც დაგუგლავთ, თქვენ ნახავთ ინფორმაციას, თუ ადგილზე ან county-ში არ აქვს მნიშვნელობა, შეგიძლიათ county-ის მიხედვით კაუნტებად არის დაყოფილი, რა თქმა უნდა, მოგეხსენებათ, შეგიძლიათ ნახოთ, რა არის შემოსავალი ერთი ადამიანის. ახლა ეს რაში დაგეხმარებათ და რატომ არის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი. როდესაც მიდიხართ, უნდა იცოდეთ, რა შემოსავალი უნდა წარადგინოთ, რომ მიიღოთ მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები. მესმის შეიძლება გადასახადთან დაკავშირებით ოდნავ სხვანაირად იხდით, რაღაცებს აკეთებთ ხოლმე, მაგრამ მაინც რომ შეძლოთ მობილიზება ან გამოიყენოთ. დაუშვათ თუ ნახეთ, რომ თქვენ zip code-ში ან სადაც თქვენ ცხოვრობთ 70-80,000-ია საშუალო შემოსავალი, მაქსიმალურად შეეცადეთ თქვენი შემოსავალი, როდესაც დილერთან მიხვალთ, იყოს ის, რაც ნახეთ, ან ანახოთ, ან სხვადასხვა ჩეკებით, ან გამოწერებით, გადაგზავნებით, ან შეეცადეთ, რომ მიხვიდეთ ამ შემოსავალზე, ან თუნდაც გამოიყენოთ თქვენი და თქვენი მეუღლის, ანუ ოჯახის შემოსავალი, იმისთვის, რომ ამ კონკრეტულ ციფრთან ახვიდეთ. ეს პირველ რიგში, როდესაც მიდიხართ დილერთან, ის ავსებს თქვენ საკრედიტო განაცხადს, ის უკვე ხედავს, რომ თქვენ მინიმალურ შემოსავალზე შემოსავალი მაინც გაქვთ იმისთვის, რომ გადაიხადოთ. ეს შემდგომ, როდესაც საკრედიტო შეკითხვა იქნება იმისთვის, რომ გადაეგზავნება კრედიტორებს თქვენი აპლიკაცია, რომ გაიცეს სესხი, ძალიან დაგეხმარებათ. ეს პირველი, რაც უნდა გააკეთოთ. შემდგომ, მე მაგალითად როგორ ვაკეთებ და როგორ ვიყენებ ფინანსურ ბაზრებს ჩემს მხარეს. როდესაც მანქანას ამოვირჩევ, შეიძლება ხა მქონდეს ოცნების მანქანა, მაგრამ თქვი კიდევაც დღეს, რომ პრიორიტეტები აბსოლუტურად სხვა მაქვს ამ წუთისთვის, მანქანა ჩემთვის გადაადგილების საშუალებაა და როდესაც არ ვარ დამოკიდებული ჩემს რაღაც სურვილებზე და ახირებებზე, შესაბამისად ვუყურებ, ანუ სხვადასხვა სადილეროებს გავული ინფორმაციულად ფინანსური ბაზრები მაძლევენ ამის საშუალებას, იგივე Honda, Toyota, Tesla, GM არ აქვს მნიშვნელობა, Ford-ი. ჩვენ შეგიძლიათ უბრალოდ Google-ში ნახოთ ამ მანქანების, ამ მანქანათშენ კომპანიების, მანქანების გამოშვების კომპანიების ყიდვა-გაყიდვა ბოლო რამდენიმე კვარტალი. შეხედეთ ყოველთვის რა რაოდენობაზეა საუბარი, ანუ მათი გაყიდვები შემცირდა თუ მოიმატა. თუ თქვენ ნახავთ მაგალითად დილერს, მაგალითად Toyota-ს და ხედავთ, რომ 2024-ში ყველა კვარტლიდან კვარტლამდე ციფრები იმატებს, ავტომატურად უნდა გესმოდეთ, რომ თუ წახვალთ Toyota-ს დილერთან იმისთვის, რომ შეიძინოთ Toyota-ს მარკის მანქანა, მარტო იმიტომ, რომ გინდათ, მოგიწევთ გადახდა არა იმ თანხის, რაც ღირს მანქანა, არამედ ნებისმიერი ნამატის, რომელსაც
დაადებს ფიზიკურად დილერი, იმიტომ რომ ეს იმას ნიშნავს, რომ ესე იგი კონკურენცია დიდია ამ კონკრეტულ მანქანაზე და შესაბამისად მოთხოვნაც მაღალია. თუ არ გაქვთ სურვილი რომ თუ გაქვთ სურვილი მაგალითად რომ ლისი გამოიყვანოთ და 2-3 წელი ყველა მანქანა ძლებს აბსოლუტურად, მით უმეტეს რომ სადილერო უნდა არემონტოს თვითონ თუ რაღაცნა ემართა, ყოველთვის გირჩევთ იპოვოთ ისეთი სადილეროები, რომელთა გაყიდვებიც მცირდება. ტენდენცია, როდესაც გაყიდვები მცირდება, დილერებს სხვადასხვა დისკაუნტები აქვთ, სხვადასხვა მოგონილი რაღაცეები აქვთ მაქსიმალურად რომ მოიზიდონ თავიანთ მხარეს კლიენტები და შესაბამისად მათ აქციებს წნეხის ქვეშ არ აქვს მნიშვნელობა, აქციებს წნეხის ქვეშ, როდესაც თქვენ მათთან იწყებთ ვაჭრობას. ეს პირველი, ესე ვთქვათ, ტიპსი, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ, როდესაც არჩევთ მანქანას თუნდაც რაღაცა კონკრეტული 3 წლის ვადით, როდესაც არ ხართ მის მუდმივ რემონტზე დამოკიდებული და არ ირჩევთ მაგალითად რკინის ხარისხს ან რაღაც კონკრეტულს, იმისთვის რომ მიიღოთ საუკეთესო ფასი და საუკეთესო პირობები. ვიმეორებ, თუ ტენდენცია ნებისმიერ მანქანათ კომპანიას აქვს მზარდი გაყიდვების, ბოლო წლის და კვარტლების მიხედვით, ავტომატურად მოგიწევთ ფასნამატის გადახდა, იქიდან გამომდინარე, რომ მათ უბრალოდ თქვენთან ინტერესი კი არ ექნებათ ვაჭრობის. შემდგომ, მეორე რაც უნდა იცოდეთ და ვიცოდეთ აუცილებლად, რომ გქონდეს წარმოდგენა. უბრალოდ შედიხართ Google-ში, წერთ search-ში, ანუ ძიებაში US, ანუ US 200, მერე წერთ 05 და Y, year, ანუ US United States 05 Y. რა არის ეს? ეს არის 5 წლიანი სახელმწიფო თინოუთი, ანუ სესხი. შესაბამისად ეს არის ის საბაზისო, რაც ბაზარზე დგას საპროცენტო განაკვეთი ამ კონკრეტული ასაკობრივი ზღვარის სესხზე. თუ თქვენ მაგალითად შეხვედით და დაგვხვდათ იქ 4, ამას დაახლოებით მაქსიმუმ, ეს არის ანუ გამსესხებელი ბირჟაზეა ეს ნახა დაწესებული, შემდგომ სხვადასხვა კრედიტორები იღებენ ბირჟისგან ამ თანხას და გაასესხებენ უკვე როდესაც თქვენ ავსებთ აპლიკაციას. მაქსიმუმ დაემატება ხოლმე საბაზისო 1.5, მაქსიმუმ 2. ანუ თუ ბირჟაზე გვაქვს მაგალითად ამ სასესხო ვალდებულებაზე 4%, მაქსიმუმ 2%-ია შუა გამტარი კომპანიის და შესაბამისად მინიმალური, რაც თქვენ შეიძლება აიღოთ სესხი დილერთან, როდესაც მიხვალთ, ეს იქნება 6%. არის ხოლმე შეიძლება თქვენ გაგიჩნდეთ შეკითხვა, რომ აი მე ამ პროცენტში მაძლევენ ეხლა, ასე შემდეგ, იქ რაღაც იქნება მაინც, სადაც ძაღლისთავი დამარხული იქნება დეტალებში, მაგრამ გეტყვით, ანუ შეიძლება ამ ნებისმიერმა კომპანიამ და ლენდერმა, სადაც თქვენ შეავსებთ, კონდეს ის ძველ დროს აღებული სესხი, როდესაც საპროცენტო განაკვეთი იყო დაბალი და დღესაც კი იმ თანხას იყენებდეს მაგალითად სავაჭროდ, ანუ როდესაც პროცენტი იყო დაუშვათ 2% იყო ბაზარზე, მაშინ აიღეს მილიონობით დოლარი და დღეს ცდილობენ გაასესხონ და მათ აქვთ იმის გეპი საშუალება, რომ თუნდაც 4.5-4% შემოგთავაზოთ. მაგრამ თუ საკრედიტო კომპანია თქვენი დამკრედიტებელი იქნება კომპანია, რომელმაც ბირჟაზე სესხი იყიდა მაგალითად ბოლო 2 წლის განმავლობაში, მისი მინიმუმი რომ შეამციროს, ეს იქნება დაახლოებით 6, ვიმეორებ 1.7, 2%. ეს იმისთვის რომ წარმოდგენა გქონდეთ. ანუ თუ აკმაყოფილებთ შემოსავალს, რომელსაც თქვენ ხედავთ, რაც არის საშუალო თქვენს რეგიონში, როდესაც მიდიხართ, ეს უკვე გაქცევთ იმ კონკრეტულ სიტუაციაში, რომ სიტუაციურად, ანუ ავარჩიეთ ჩვენ, ნახეთ პროცენტი, ჩვენ გვაქვს ის შემოსავალი, რაც არის ჩვენს არეაში, როდესაც გადაამოწმებენ, როდესაც გვეკითხებიან ჩვენი შემოსავალი რა არის და როდესაც პირობები დაწესდება, ანუ პირობებს თქვენ მაქსიმალურად აკმაყოფილებთ და ეგრეთ წოდებული დილერები, ანუ მანქანის გამყიდველები, მათ ექნებათ საშუალება შემოგთავაზონ მაქსიმალურად საუკეთესო პირობები იმ კონკრეტულ სიტუაციაში. თუ ამას დავამატებთ და ავირჩევთ ჩვენ ისეთ სადილეროებს და ისეთ მანქანat წარმოებელ კომპანიებს, რომლებსაც გაყიდვები უმცირდებათ, ანუ შევაერთებთ ორ ინფორმაციას, ავტომატურად მივიღებთ საუკეთესო ნაზავს იმისთვის, რომ ვივაჭროთ და ვევაჭროთ მათ. ეხლა რა ხდება, როდესაც უკვე უშუალოდ მივედით ავარჩიეთ. ჯერ ერთი უნდა გვესმოდეს ლისთან დაკავშირებით და სესხთან დაკავშირებით. ზოგს უნდა რომ თავიდანვე იყიდოს და განსაზღვროს, ანუ დააფიქსირებს იმ პროცენტს, რა დღესაც აიღებს, მაგრამ ამ კონკრეტულ სიტუაციაში, როდესაც საპროცენტო განაკვეთი არის მაღალი, 5, 10, 20, 30 წლიან სესხებზე, მე მაგალითად პირადად, მე ამ წუთისთვის მირჩევნია მანქანა ვიყიდო, იქიდან გამომდინარე რომ ავიღო ბოდიში ავიღო ლისით, იმიტომ რომ ლისის ხელშეკრულება იქნება, ლიზინგის ხელშეკრულება იქნება 3 წლიანი, 3 წლის შემდგომ, როდესაც თავიდან მივალ, ფედერალური ბანკი გვერდება და იმედოვნებს, რომ ინფლაციას როდესაც შეაშერებს, დაწევს საპროცენტო განაკვეთს და საპროცენტო განაკვეთი იქნება დაახლოებით
3%-იან ნიშნულთან. შესაბამისად, ანუ თქვენ რომ დღეს გააკეთოთ ლისი და შემდგომ 3 წლის შემდგომ გააკეთოთ მანქანის შესყიდვა, თქვენი საპროცენტო განაკვეთი იქნება გაცილებით ნაკლები და გადაიხდით ნაკლებს. ანუ ამ კონკრეტულ სიტუაციაში ლის მაგალითად ეს პლუსი აქვს, როდესაც შესაბამისად დაგეგმარებას აკეთებთ თქვენი პოზიციების და თქვენი სიტუაციების. დანარჩენი, როდესაც მიდიხართ მაგალითად დილერთან საუბრის დროს, როდესაც იქნებით მასთან, ყოველთვის შეეცადეთ, რომ არ უთხრათ არაფერი გარდა იმისა, თუ რა მანქანა გაინტერესებთ. მაქსიმალურად აუხსენით და აცალეთ, რომ მან შემოგთავაზოთ ყველა პირობა. იმის, რომ შემოგთავაზოთ თვითონ მაქსიმალურად რა აქვს გასაყიდი, არადროს არ ახსენოთ ფერი, ის ფერი შეიძლება მას ყავდეს კიდევაც, მაგრამ აცალეთ, რომ თვითონ შემოგთავაზოთ მაქსიმალურად სხვადასხვა ვალდებულებები, საშუალებები, სხვადასხვა მანქანები, სხვადასხვა ფერის. არაფერი არ ახსენოთ, რომ გინდათ დამატებით ეს, მაქსიმალურად მიეცით საშუალება, როდესაც შეგეკითხებათ თუნდაც თანხას, თუნდაც down payments, თვითონ შემოგთავაზოთ ყველაფერი. ეს უკვე ჩაგაყენებთ იმ კონკრეტულ სიტუაციაში, სადაც მას არ ექნება საშუალება და ის ეძებს კონკრეტულ მეთოდებს, რომ შემოგთავაზოთ და მოკიდოთ თქვენ რაღაცა. თქვენ როდესაც ამას მაქსიმალურად გაუძლებთ, მაქსიმალურად ამ წნეხს გაუძლებთ, იმიტომ რომ ვიცი რომ მათგან წნეხი ბევრია, ისინი ცდილობენ რომ მაქსიმალურად თქვენ გათქმევინონ, მაგალითად, თქვენგან მიიღონ ინფორმაცია, რომელი მანქანა გინდათ, როგორი ფერის, გინდათ თუ არა კამერები მაგალითად გვერდებზე ან ასე შემდეგ, რომ შემდგომ ის ფასნამატები, ის შეთანხმებები და ის პირობები, რაც მათ უნდათ, შემოგთავაზონ თვითონ. ანუ თუ მაქსიმალურად მიცემთ, რომ პირველმა მათ წარადგინონ ეგრეთ წოდებული ask price-ი, ანუ ღირებულება რა კონკრეტულ პროდუქტზე, ყოველთვის შეძლებთ და გექნებათ შესაბამისი გეპი, შესაბამისი ადგილი იმისთვის, რომ თქვენ მათთან სწორად ივაჭრთ. როდესაც ასე თუ ისე მანქანაზე მოიფიქრებთ, მაქსიმალურად ნაკლებ ისაუბრეთ, შეეცადეთ ისევ და ისევ თვითონ ალაპარაკოთ, მოითხოვეთ test drive-ი. აუცილებლად, როდესაც გახვალთ test drive-ზე, გაატარეთ მანქანა და შეეცადეთ, რომ დაინახოს დილერმა, რომ მანქანა მოგეწონათ, ოღონდ თლარი კმაყოფილი არ ხართ. როდესაც დაბრუნდებით, იმ წუთას არადროს არ მიიღოთ გადაწყვეტილებები, იმიტომ რომ დილერს აუცილებლად ის მანქანა ან იყავს, ან სხვა ლოკაციაზე ყავს, თუ დაუშვათ ისიც გაიყიდა იმ დღეს. მაქსიმალურად შეუთხარით, რომ გჭირდებათ, რომ მანქანა მოგწონთ, მაგრამ ბიუჯეტი არ გადლებთ საშუალებას და უნდა მოახდინოთ კალკულაცია, თუ მაგალითად დაუშვათ გითხრათ $400 გიწევთ თვეში ლისზე, ან $500 გიწევთ მაგალითად ყოველთვიური გადასახადი ამ და მანქანაზე, არ აქვს მნიშვნელობა. თუ ამ პროცედურას შეხედავთ, მაქსიმალურად გაწელეთ, რომ როდესაც გამოხვალთ დილერიდან, თუ ეს არის შუადღის 2 საათი, ყოველთვის მოძებნეთ დილერის სამუშაო საათები და დაახლოებით 15-20 წუთით ადრე შეეცადეთ დაურეკოთ იმ პიროვნებას, ვინც sales person-ს, ანუ ვინც თქვენთან იყო და შესთავაზოთ მას მაქსიმალურად უთხრათ, რომ აი ჩემი ბიუჯეტი დაახლოებით 20-30%, მინიმუმ 30%, უთხარით, რომ არ გაძლევთ საშუალებას, რომ იყიდოთ ეს მანქანა. შესაბამისად, მიეცით მას დრო და უთხარით, რომ გაქვთ სხვა ვარიანტიც, მაგრამ ძალიან არ მიაწვეთ, აი აქ უკვე გამოხატეთ მაგალითად, რომ გინდათ მანქანის ყიდვა, მაგრამ ბიუჯეტი არ გაძლევთ საშუალებას. ის აუცილებლად გეტყვით, რომ უკვე შეიძლება მენეჯერი ან ვინმე შეეკითხება, ან გადაწყვიტავს, მაგრამ უკვე რადგან სამუშაო დღე დასრულებულია, შეიძლება ვინმე წასულიც იყოს, მას უკვე მოუწევს თქვენთან მეორე დღეს დარეკვა და ისევ თქვენ ხელთ იქნება ყველა მაქსიმალური პირობა გმასთან გაგრძელება ვაჭრობის. მინდა გესმოდეთ, როდესაც დილერებთან მიდიხართ, ეს არის სპეციალური პროფესია, ეს არის ამას ასწავლიან უნივერსიტეტებში, მე მესმის, რომ შეიძლება ყველა დილერი, ვისაც თქვენ იცნობთ, არ იყოს მაგალითად კოლეჯი დამთავრებული ამერიკაში, მაგრამ დამიჯერეთ ბევრი sales person-ი ეს განათლება მიღებული ადამიანებია, როგორ ივაჭროთ, მათ ძალიან კარგად იციან, როგორ გევაჭრონ და როგორ მოიქცნენ თქვენთან. შესაბამისად, არ იფიქროთ იმაზე, რომ აი მე თუ ამას გავაკეთებ, ასე შემომხედავენ, არა, არანაირად ეს განცდა არ გქონდეთ, ეს არის აბსოლუტურად ორი ვაჭრობის პროცესი, როდესაც თქვენ ცდილობთ ივაჭროთ დილერთან და მიაღწიოთ მაქსიმალურად თქვენ სასარგებლო სიტუაციას. შემდგომ მეორე დღეს ის დაგიკავშირდებათ და აუცილებლად 90% გეტყვით, რომ იმ თქვენ ფასს პოულობს, ანუ შეთანხმდება იმ თქვენ ფასზე, დაუშვათ 420 თუ გითხრათ ადგილზე, მეორე თქვენ თუ შესთავაზეთ 370 ყოველთვიურად, თვითონ დაიწყებს შემოთავაზებას, იქნებ down payment-ი დაამატოთ, არ შეგეშინდეთ, ამ წუთისთვის ბაზარზე აბსოლუტურად ისეთი მდგომარეობაა, საერთოდ გაქვთ აბსოლუტურად ვაჭრობისთვის ეს თავისუფალი ადგილი, შეგიძლიათ
ივაჭროთ მათთან და შემდგომ მიიღოთ გადაწყვეტილება. ანუ არ შეგეშინდეთ თუ დაუშვათ და ვერ შეთანხმდეთ თუნდაც მეორე დღეს მას არ გამოზდის, თქვენ უთხარით მაშინ რომ მოინიშნოს თქვენი სახელი და თქვენ გაქვთ დრო დაუშვათ 1-2 თვე რომ მან იშოვოს ეს მანქანა, იშოვოს ეს დიალი, ან აუხსენით თქვენთან უთხარით ხომ არ გაქვთ რაიმე ფასდაკლება, რომელიც Costco-ს membership-ზე არის, ან რაღაც სხვა რომ ჯარში იყავით, ან ძალიან ბევრი ფასდაკლების ვარიანტებია. მაქსიმალურად შეეცადეთ გაწელოთ. ან ანახოთ მთავარია საუბრის დროს, არ გამოხატოთ ემოცია, რომ ის მანქანა თუნდაც რომელიც განახათ, რომ თქვენ მოგეწონათ, თორე დამიჯერეთ, მინიმუმ ყოველთვიურად მოგიწევთ $20 დაახლოებით 8%-ის გადახდა ზედმეტი, შემდგომი წლების განმავლობაში. შესაბამისად, ეს გაგიზდით ხარჯს, გაგიზდით გადასახადს და იქნება მტკივნეული. ფინანსური ბაზრების ცოდნა ზუსტად ამაში გვეხმარება, რომ გამოვიყენოთ, ვიცოდეთ კონკრეტული ტენდენცია, ხა ძალიან ძნელია ერთ პატარა ვიდეოში ჩავატიო ყველა ინფორმაცია, როგორ ვიყენებ, რანაირად ვუყურებ, რანაირად მოქმედებ და გეტყვით იმას, რომ სპეციალური კურსი, რომელიც შევქმნი, რომელზეც შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე investment.us-ზე გადახვიდეთ, ვებინარებზე დარეგისტრირდეთ, უყუროთ აბსოლუტურად უფასოდ ვებინარს, მიიღოთ გამოცდილება, გაიგოთ საერთოდ როგორ მუშაობს ამერიკაში ასეთი ტიპის მიმართულება, გადრებთ საშუალებას იმის, რომ სწორად დააგეგმაროთ მსგავსი ტიპის შესყიდვები, არ გადაიხადოთ წლების განმავლობაში მეტი. მე მაგალითად პირადად გეტყვით, რომ 4 წლის წინ შევიძინე ჩემი მანქანა, უნდა აკორდი მყავს, რომელიც 20-ში გამოვიყვანე აბსოლუტურად ახალი და ლისით მყავდა გამოყვანილი მესმოდა ბაზარი, აბსოლუტურად იგივე წესებით ვივაჭრე მათთან. $227 ვიხდიდი თვეში, წელს უკვე ყიდვაზე გადავიყვანე მანქანა და ეხლაც დაახლოებით $297 მაქვს თვეში. ასევე მეორე მანქანა Range Rover-ი, ისიც 3 წლის წინ შევიძინე და მასზე, ანუ შეძენა გავაკეთე მასზე და მასზე ვიხდი დაახლოებით $340 ყოველთვიურად. კომენტარებში კი ძალიან მაინტერესებს თქვენ რამდენად გყავთ მანქანები, რამდენ სიხდით ყოველთვიურად და გამოხატეთ ზოგადად აზრი, თქვენ როგორ ვაჭრობთ და როგორ გამოიყენეთ სიტუაციები კონკრეტულ სიტუაციაში. დიდი მადლობა ვინც მიყურებთ ბოლომდე, წარმატებას გისურვებთ და იმედი მაქვს გამოგადგებათ ეს ინფორმაცია. კარგად გრძანდებოდეთ.